მოგესალმებით. მე გახლავართ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აზროვნების აკადემიას ამ პროექტისთვის, რომელიც დათო ანდღულაძისთვის ხორციელდება. ორი სიტყვა მინდა დათოს შესახებ თქვა, იმიტომ რომ დათო იყო ჩემი ცენტრის წლების მანძილზე ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი და არა მარტო სპეციალისტი, არამედ ფაქტიურად მფარველი ანგელოზი. მე ასეთი კეთილი და თავდადებული ადამიანი იშვიათად შემხედრია. აი ნამდვილი ექიმი, მკურნალი, რომელიც აი მართლა რომელმაც იპოვა თავისი მისია ცხოვრებაში და ამით იყო ბედნიერი. დიდი მადლობა დათო, რომ შენ ჩვენ გვერდით იყავი ეს წლები და დარწმუნებული ვარ, რომ კარგად იქნები და ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, გვიყვარ ხარ და შენ გვერდით ვდგავართ. ეხლა გადავიდეთ თემაზე. დღევანდელი ჩვენი თემა არის ფულის, ფსიქოლოგიის საიდუმლოებები და სხვა ასპექტები. ამ თემით ჩემი კლიენტები ხშირად მომართავენ ხოლმე, უამრავი შეკითხვები აქვთ ამ თემასთან დაკავშირებით და გადავწყვიტე მე თვითონაც ჩემმა შემზღუდველმა რწმენა წარმოდგენებმა ამ თემაზე, რომელიც ბავშვობიდან ჩაიდო ჩემში, ძალიან შემიშალა ხელი მე ცხოვრებაში და ამიტომ გადავწყვიტე, რომ განვიხილო ეს თემა. მე მგონი ძალიან ბევრისთვის საინტერესო იქნება. გაგიგიათ ალბათ, რომ ფული არის ენერგია. ეს ფრაზა ალბათ ყველას გაუგია, მაგრამ საინტერესოა რა ენერგიაა ეს. ეს არის ჩვენი ფიქრის, ჩვენი აზრის ენერგია. სიღარიბე და სიმდიდრე ეს ყველაფერი ჩვენ თავშია. ანუ რას ვეუბნებით ჩვენ თავს, როგორ შთავაგონებთ ჩვენ თავს, რა სიტყვებს, ფრაზებს ვეუბნებით ამ თემასთან დაკავშირებით. ამას ფსიქოლოგიაში ვეძახით შემზღუდველ რწმენარ წარმოდგენებს, რომელიც ძალიან ზღუდავს ადამიანს და ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ აძლევს. ეს შემზღუდველი აზრები შეიძლება გაჩნდეს ბავშვობაში, გარკვეული ბავშვობის, ან მშობლისგან, ან მეზობლისგან, ან ბებია, ბაბუა რაღაცას ამბობს და ჩარჩა ეს ბავშვს და მის არაცნობიერში დაილექა. 7 წლამდე ბავშვის არაცნობიერი აბსოლუტურად ღიაა და ის ვერ ფილტრავს ინფორმაციას, პირდაპირ იღებს და როგორც პროგრამა, როგორც სცენარი იწერება არაცნობიერში. მე ამ სცენარით ადამიანი ცხოვრობს მთელი ცხოვრება, თუ თვითონ არ გააცნობიერა და არ შეცვალა და არ შექმნა რაღაც ახალი ჯანსაღი პროგრამები. ძირითადად ამის გაცნობიერებაში და პერეპროგრამირებაში ზუსტად ჩვენ ვეხმარებით ფსიქოთერაპიის დროს. ეს კი ერთი მიზეზი ეს, რომ ბავშვობაში ჩნდება და არის კიდე სტრესის განზოგადება, რაც აჩენს ასევე აი ამ შემზღუდველ რწმენა წარმოდგენებს. სტრესს ყველაზე ცუდი რაც ახასიათებს, ეს არის ის, რომ ნეგატიურ ერთ სტრესულ გამოცდილებას შემდეგ ადამიანი აზოგადებს. ნუ აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მარტივი. ვთქვათ, ქალი მოატყუა კაცმა. ისე დაისტრესა ეს ქალი, რომ განაზოგადა ეს ცუდი ნეგატიური გამოცდილება და დაასკვნა, ყველა კაცი მატყუარაა. და ამისი ჯერა. და საკმაოდ რთულია შემდეგ ამ განზოგადებიდან ადამიანის გამოყვანა. იგივეთ შეიძლება შეეხოს ფულსაც, რა თქმა უნდა. ან ბავშვობიდან, ახლა მე ჩამოწერილი მაქვს, წავიკითხავთ ამას, ესეთი შემზღუდველი აზრები, რაც მახსოვს ჩემი ბავშვობიდან, განსაკუთრებით კომუნისტების დროს ვარ მე დაბადებული, საბჭოთა დროს და იქ ძალიან ბევრი იყო ესეთი აზრები, რაც გამახსენდა, ჩამოვწერე და ცოტა ხანში წავიკითხავ. ფულთან დაკავშირებითაც შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს ესეთი სტრესის შედეგად, თქვათ, რაღაცა ურთიერთობა ჰქონდა ფულთან და არ გამოვიდა და კარგა და დაასკვნა, რომ მე ფულს არ უყვარ ვარ, ან მე არ გამომდის ფულთან ურთიერთობა და არასდროს არ გამომივა და ასე შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ მოიმარჯოთ პასტა და ფურცელი და ჩამოწეროთ, როცა დრო გექნებათ და გაიხსენოთ თქვენი შემზღუდველი რწმენა წარმოდგენები სხვა თემაზე, მათ შორის ფულზეც, რა თქმა უნდა, მაგრამ ფულის გარდა ჩვენი ცხოვრება კიდე სხვა სფეროებისგან შედგება. შეგიძლიათ ჩამოწეროთ, აი,
აზრები, რომელიც ხელს გიშლით, თქვათ, თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ან ურთიერთობებთან დაკავშირებით. ურთიერთობებში აუცილებლად შედის როგორც სასიყვარულო ურთიერთობა, ასევე მეგობრული, ნათესაური, თანამშრომლური. შეგიძლიათ დაწეროთ კიდევ საქმესთან დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე ესეთი აზრი, რომელიც გზღუდავთ, ფულთან დაკავშირებით, დასვენებასთან დაკავშირებით, გართობასთან დაკავშირებით. ზოგი ადამიანი საერთოდ არ ისვენებს უშრომობს, ზოგი სული სვენებს, ხო, და ასე შემდეგ. უკიდურესობები არსებობს. აი შუაში რაც არის ოქროს შუალედი და ის ჯანსაღი აზრებია. ხობთან დაკავშირებით აი ზოგს აზრი აქვს, რომ მაგალითად უნიჭოა და როგორ ექნება ხობი. ეს უნიჭუროა ახსოვს ან მშობლებისგან, ან სკოლაში, ან ბაღში მასწავლებლისგან. ასევე შეგიძლიათ გაიხსენოთ დაკავშირებული თქვენი ისეთი აზრები, რომელიც გზღუდავთ გარეგნობასთან დაკავშირებით, ან თქვენს ხასიათთან დაკავშირებით, ან მიღწევებთან, განვითარებასთან დაკავშირებით, გარეგნობასთან, გონებასთან. შეიძლება ვიღაცას ახსოვს, რომ სულ ბავშვობაში ეუბნებოდნენ სულელი ხარ, ან დებილი ხარ და ასე შემდეგ. ამ ეს აზრებს რო ჩამოწერთ, მერე შეგიძლიათ ის შეცვალოთ პოზიტივით. გადაიყვანოთ პოზიტივში. ეს პოზიტიური აზრებიც ამას აფირმაციებს ვეძახით, ასევე ჩამოწეროთ და იკითხოთ 40 დღე მაინც ახალ გაღვიძებულზე და ძილის წინ, რომ ახალი პროგრამა მაგ დროს უფრო იოლად შედის არაცნობიერში. დილას ჯერ ცნობიერი არ არის გამოფხიზლებული, ამიტომ კონტროლი ჯერ ჩართული არ არის ცნობიერი, ყველაფერს აკონტროლებს და იოლია, რომ ეს ახალი პროგრამა ახალ გაღვიძებულზე შევიყვანოთ ჩვენს არაცნობიერში. ასევე ძილის წინ მთელი დღე აკონტროლა ცნობიერმა, დაიღალა და ძილის წინ რო ვკითხულობთ, უფრო იოლად ვიღებთ ამ ახალ პროგრამებს. და თქვენ თავს დაუსვით შეკითხვა, ხომ არა მაქვს მე ამ თემაზე რაიმე ისეთი აზრი, რომელიც მე ხელს მიშლის და მზღუდავს ამ თემაში. ეს შეკითხვა შეგიძლიათ 10 ჯერ და 15 ჯერაც დაუსვათ თქვენ თავს, სანამ არ წამოვა პასუხები. შეიძლება ყველა თემაზე არ წამოვიდეს ეს პასუხები, მაგრამ ყველა ადამიანს გვაქვს ბავშვობის ტრავმებიც, სტრესიც, რომელიც განვაზოგადეთ, ამიტომ თქვა თუ ყველაზე არა 80%-ზე მაინც წამოვა ეს აზრები და შემდეგ მარტივი არ არის ამის პოზიტივში გადაყვანა, მაგრამ შეგიძლიათ ესეც მოიძიოთ ინტერნეტში როგორ ხდება, მაგრამ მაინც აი 2 წეს გეტყვით, ერთი რომ სიტყვა არ უნდა გამოიყენოთ ამ დროს, მაგალითად არ უნდა თქვათ რომ არა ვარ ავად, უნდა თქვათ ვარ ჯამთელი, იმიტომ რომ არას არაცნობიერი ვერ კითხულობს, ვერ აღიქვამს ეს რას ნიშნავს. ამიტომ ყველაფერს რასაც დაწერეთ პოზიტივში და უნდა იყოს მარტივი, მოკლე, გასაგები წინადადებები, ორაზროვანი არ უნდა იყოს, აწმყო-დროში უნდა იყოს და სასურველია წინადადებები დაიწყოთ. მე შემიძლია, მე ამისი ღირსი ვარ, მე ყველა უნარი მაქვს იმისათვის, რომ აი ამ სიტყვებით უფრო რომ დაიწყოთ და თქვენ თავს მისცეთ აი ეს პოზიტიური შთაგონება, შეცვალოთ ეს პროგრამები და გააჯანსაღოთ თქვენი ცხოვრება. ეხლა მიუბრუნდეთ ისევ ფულს და წაგიკითხავთ აი ეს რაც ჩამოვწერე ფულთან დაკავშირებით შემზღუდველი აზრები. ფული ხელის ჭუჭყია. ბევრი ფული აფუჭებს ადამიანს. ამას საერთოდ ფსიქოლოგებს ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, რომ აი რატო აფუჭებს ფული ადამიანს, რა მექანიზმია ასეთი, რომ აი ბევრი ფული რო უჩდება, ადამიანი ფუჭდება. ამაზე მე ხშირად პასუხობ ხოლმე, რომ ფული კი არ აფუჭებს, უბრალოდ თავიდანვე იმ ადამიანს ღირებულებები არ ქონდა სათანადო და უბრალოდ ფულმა მეტი ასპარეზი მისცა და უფრო გამოჩნდა მისი ეს ღირებულებები. თორე თუ ადამიანს აქვს ღირებულებები, კარგი არის ზნეობრივი ადამიანი, გამორიცხულია, რომ ის ფულმა გააფუჭოს. პირიქით, ასეთი ადამიანის ხელში დიდი შემოსავალია, ძალიან დიდი სიკეთეა და მთელ სამყაროს ეფინება ეს სიკეთე. ბავშვი ფულს არ მიაკარო. ფული აქვთ მარტო ქურდებს, მატყუარებს, ბანდიტებს და აფერისტებს. ფულიანი ოჯახია, რატო კომბინატორია? ეს აი ალბათ ბევრს გაგეცინებათ, ვინც ჩემი ასაკის ხართ, რომ იყო ესეთი ცნება კომბინატორი კომუნისტების დროს, რომლებიც პარავდნენ სახელმწიფოს რაღაცა მახინაციებით ფულს და
ნუ ეს რაღაც ისეთი ითვლებოდა, რომ აი კომბინატორი არ უნდა იყო და ეს ცუდია და ესეთი შეკითხვა ხშირად იყო ხოლმე, რომ აი ფულიანი ოჯახია და რატო კომბინატორია? დიდი ფულის გამომუშავება შეუძლებელია, ან მხოლოდ შესაძლებელია ტანჯვით და დიდი წვალებით. მდიდარი ძუნწი, შურიანი და ბოროტია. მთავარია იყოს სამსახური, სამუშაო ფული არ არის მთავარი. ჯობია პატარა ხელფასი, მაგრამ სტაბილური. პურის ფული გვაქვს და გვეყოფა, მეტი არ არის საჭირო. ჯობია არ გარისწყო, თორე იმასაც დაკარგავ, რაც გაქვს. ეს ყველაფერი არის გადარჩენის სტრატეგიას ვეძახით ამას ფსიქოლოგიაში, არის გადარჩენის სტრატეგია, არის მიღწევის სტრატეგია. აი ძალიან ხშირად ბავშვობიდან ყალიბდება ეს გადარჩენის სტრატეგია, იმიტომ რომ ესეთ გარემოში ისდება ბავშვი, სულ ამას ისმენს და ეს ილექება მის არაცნობიერში და აი კმაყოფილია იმითი, თუ რაღაცა ელემენტარული შემოსავალი აქვს და არ ფიქრობს, რომ გაიუმჯობესოს ცხოვრება. არ ფიქრობს იმაზე, როგორ შეიძლება კიდევ უკეთესად იცხოვროს, უფრო ბედნიერი იყოს, უფრო გახარებული იყოს და რჩება შეიძლება ძალიან ხშირად კვდებიან ისე, რომ ვერ ცვლიან ამ სტრატეგიას და არიან აი ამ გადარჩენის სტრატეგიაში და ვერ გადადიან მიღწევის სტრატეგიაში. ჯობია სხვის სამსახურში იყო, ვიდრე შენი გქონდეს და გაკოტრდე. თუ ბევრი ფული გაქვს, ბანდიტები მოგკლავენ. დიდი ფული დიდი პრობლემებია. დიდი ფული შეიძლება მხოლოდ მოიპარო და პატიოსანი გზით ვერაფრით ვერ იშოვი და ჩვენ პატიოსნები ვართ. თუ ფული გაქვს, მისი მონახდები და აღარ ყავს ნამდვილი მეგობრები, არ გაქვს ნაღდი ურთიერთობები, სასიყვარულო ურთიერთობები და ისედაც იმ ფულის მონახდები, იმიტომ რომ სულ უნდა იმუშაო, რომ მოუმატო და გაზარდო, ამიტომ არ ვარგა მონობა და დიდი ფულიც არ ვარგა. მდიდარს ფული რო აღარ ექნება, აუცილებლად მარტო დარჩება, ყველა მიატოვებს. ფული ეს უბედურება და ბოროტებაა. ღარიბი დაიბადე, ღარიბი მოკვდები. კიდე ძალიან მნიშვნელოვანია ის თაობა, რომლებიც აი გააკულაკეს თავის დროს კომუნისტების დროს, იმათ შთამომავლებშიც ეს ძალიან არის ჩადებული, რომ აი არ შეიძლება რომ გქონდეს ეს ქონება, იმიტომ რომ ბოლოს მაინც წაგართმევენ, მოგკლავენ და ესაუბრებოდნენ თავის შვილებს ამ თემაზე და ეს ძალიან ჩადებულია, ძალიან ბევრ ადამიანში. ესეთი საგვარეულო, ესეთი არაცნობიერის დონეზე. ამიტომ ჯობია რომ არ გქონდეს ქონება, იმიტომ რომ ბოლოს წაგართმევენ. სხვა შორის ის ზღაპრებიც ჩემთან ხშირად მოყავთ ბავშვებთანაც მუშაობ და დიდებთანაც და ბავშვებს ხშირად რჩენილი აქვთ ზღაპრებიდან, იმიტომ რომ ზღაპარში ძირითადად ხალხურ ზღაპრებზეა საუბარი, გამოყვანილია მდიდარი როგორც ხარბი, შურიანი, ბოროტი და ხშირად ბავშვებს გონიათ, რომ მდიდარი აუცილებლად ესეთი უნდა იყოს. ამიტომ მშობელი, როდესაც ზღაპარს უკითხავს ბავშვს, აუცილებელია განმარტებები და საუბარი ამ თემაზე. განსაკუთრებით 7 წლამდე, როცა ბავშვი პატარაა და პირდაპირ იღებს ამას. აუცილებელია რომ აუხსნათ, რა იგულისხმება აქ, რომ ესე პირდაპირ არ უნდა გაიგოს ეს ბავშვმა და ასე შემდეგ, თორე ზღაპარი ძალიან ძლიერი საშუალება, ის ძალიან ღრმა არქეტიპულ დონეზე მოქმედებს ადამიანზე და განსაკუთრებით ბავშვზე და პირდაპირ დებს კოდებს, აი რითიც მერე ბავშვმა უნდა იცხოვროს. ამიტომ ზღაპრებთან მიმართებაშიც საგანგებოდ ურჩევ მშობლებს, რომ გაესაუბრონ ბავშვებს ამ თემაზე და განუმარტონ. საერთოდ მინდა კიდე შევჩერდე ბავშვის და ფულის თემაზე. მშობლები ხშირად მეკითხებიან, რომ აი მოგპარა ბავშვმა ფული და რაღაცა იყიდა და როგორ მოვიქცეთ, ან საერთოდ მივცეთ ბავშვს ფული რაღაცის საყიდლად, ან რა ურთიერთობა უნდა ქონდეს, როგორ მივაჩვიოთ ფულთან ურთიერთობა, როგორია სწორი. პირველ რიგში ურჩევ, რომ აუცილებლად მოусმინონ ბავშვს. ბავშვი ყოველთვის ამბობს რა ჭირდება. და თუ მისი ელემენტარული სურვილები კმაყოფილდება, ის არასდროს ფულს არ მოიპარავს. მე ნახეთ როგორ არის, აუცილებლად უნდა ქონდეს ყულაბა ბავშვს, სადაც საშუალება აქვს, რომ შეაგროვოს რაღაცა, რომ იცოდეს, რომ თვითონ რაც უნდა, აი შეძლოს და თავისი შეგროვილი ფულით იყიდოს. უნდა შევაჩვიოთ ასევე, რომ ეს ფული შეიძლება მარტო თავისთვის კი არ იყოს,
შეიძლება რაღაც ფული შეაგროვოს და მეგობარს დაბადების დღეზე საჩუქარი უყიდოს, ამასაც რომ მიეჩვიოს, ხო, რომ ეს ფული მარტო თავისთვის კი არა, შეიძლება რომ სხვაც გაახაროს ამითი. აუცილებელია, რომ თუ არის ამისი საშუალება, ჩავრთოთ რაღაც ისეთ საქმიანობებში, სადაც თვითონ გამოიმუშავებს ფულს და პატარა ასაკიდან მიეჩვეო, რომ თვითონ შეუძლია სამყაროსგან მიიღოს ჯილდო თავისი შრომისთვის და ის მოიხმაროს მერე თავისი ბედნიერებისთვის, თავისი სიხარულისთვის, თავისი დასვენებისთვის, თუ სწავლისთვის, თუ ასე შემდეგ, ხო? მე მახსენდება ერთი შემთხვევა, მშობელი გოგონას მშობელი მიყვებოდა, რომ რაღაც არ შეუსრულეს, ბავშვს ძალიან უნდოდა, ზღვაზე იყვნენ დასასვენებლად და ბავშვმა მოიფიქრა ესეთი რაღაცა. ანუ კი არ მოიპარა ფული. მიღწევის სტრატეგია გამოიყენა, დახატა ნახატები, გავიდა ჩუმად პლაჟზე, სადაც დამსვენებლები იყვნენ და რაღაცა კაპიკებად მიყიდა, ძალიან ლამაზი ნახატები დახატა, ეთყობა რომელთმაც იყიდეს და ან არ იყო ლამაზი და დაარწმუნა, რატო უნდა იყიდათ ეს ნახატები და თვითონ გამოიმუშავა ეს ფული და იყიდა რაღაცა. მშობლებმა რა თქმა უნდა ეს არ მოიწონეს. ჩათვალეს რომ ეს იყო რაღაცა ესე იგი თავხედობა და ასე შემდეგ, მაგრამ მე მოუწონე ეს საქციელი, იმიტომ რომ მშობლებს უთხარი რომ საუკეთესო გამოსავალი იპოვა ბავშვმა, ჯერ ეს ერთი მის არაცნობიერში უკვე წავიდა გზავნილი, რომ მას შეუძლია ტანჯვით და წვალებით კი არა, სიხარულით დახატოს, ანუ თვითონ პროცესი ფულის შოვნის იყოს ბედნიერების მომტანი, შემოქმედებითი პროცესი, ანუ ხატვა ყველა ბავშვს ახარებს და აბედნიერებს, ხო? ანუ უკვე მის არაცნობიერში ნახეთ როგორი გზავნილები წავიდა, რომ ტანჯვა და წამება კი არ არის ფულის შესოვნელად აუცილებელი. შეიძლება ეს სიხარულით გააკეთო, შემოქმედებითი პროცესი იყოს, გიხაროდეს, შედეგიც მიიღო, შეძლო მერე ეს, რომ შენი ნამუშევარი მოაწონო სხვას და ამაში აიღო რაღაცა თანხა. ანუ იქ სწორი საუბარი იყო საჭირო ამ ბავშვთან, რომ ეს კარგი მესიჯები მის არაცნობიერში დარჩენილიყო, მაგრამ ამის გამო თუ ეს ბავშვი დაისაჯა, უკვე მას აღარ ექნება ესეთი კარგი წარმოდგენები ფულთან დაკავშირებით. თუ ამ საქციელისთვის დასჯიდნენ, ხო? ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომ ბავშვობიდან როგორც საქმე, ერთ-ერთი ესეც მშობლის საქმე უნდა იყოს, რომ მიაჩვიოს სწორი ურთიერთობა ფულთან ბავშვს. ეს იქნება ფულის დაგროვება, თუ სწორი ხარჯვა, თუ თავისი დაგროვილით თავისთვის ან სხვისთვის რაღაცის ყიდვა და რომ ვენდოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა. და საერთოდ არის ესეთი გამონათქვამი, რომ ფულს უყვარს ბედნიერი ადამიანები. პირველ რიგში ბავშვმა უნდა დაინახოს ამის ბედნიერი ადამიანი პირდაპირ იზიდავს ფულს. და პირველ რიგში ამისი მაგალითი მშობელმა უნდა მისცეს შვილს. ეხლა თქვათ, არწივს ფრენას ვერ ასწავლის, ხო? ამიტომ მშობელმა რომ ასწავლოს შვილს, თვითონ უნდა იყოს ბედნიერი, თვითონ უნდა ქონდეს აი შინაგანი კმაყოფილების, ბედნიერების, მადლიერების განცდა, რომ აი ეს მაგალითი მისცეს შვილს, რომ ის არის ბედნიერი და ისწავლოს ეს შინაგანი ბედნიერება, რას ნიშნავს და მერე უკვე აუცილებლად, როცა ესე ცხოვრობს ადამიანი, აუცილებლად თუ ის სიყვარულით აკეთებს საქმეს და ბედნიერია. შეიძლება იმ ეტაპზე არც მოწონს და უნდა რომ გამოიცვალოს ის სამსახური, მაგრამ სიყვარულით მიდის ყოველ დღე იმ სამსახურში და მადლიერია, რომ აი ამ ეტაპზე ეს აქვს. და ყოველდღიურად რომ იღვიძებს, კი არ ამბობს, რომ ეხა დაიწყო ჩემი კატორღა, მე რა თმინდა ეს სამსახური, ეხა მივალ და იქ დამხვდება ისევ ის უფროსი, რომელიც არ მომწონს და საერთოდ თანამშრომლებსაც ვერ ვიტან და მღლის და მთელ ენერგიას მაცლის ეს სამსახური. თუ ასე იფიქრებს ადამიანს, ადამიანი ასეთ შთაგონებას უკეთებს თავის თავს. და რა თქმა უნდა უკეთეს სამსახურს ვერ იპოვის და უფრო მეტ შემოსავლიან სამსახურს, იმიტომ რომ რაც აქვს იმას ვერ იღებს მადლიერებით, ვერ იღებს სიყვარულით. ნებისმიერი საქმე, რასაც ვაკეთებთ, არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება რაღაცას ვაცხობთ და ვაბარებთ სადღაც, ხო? აი სიყვარულით უნდა გაკეთდეს და მადლიერებით, რომ აი დღეს მე შემიძლია ამის გაკეთება. დღეს მე შემიძლია ამაში ჩემი სიყვარული ჩავდო და ეს ყველაზე გემრიელია თუ მე რაღაცას ვაწყობ, ეს ჩემთვის ბედნიერებაა ამის კეთება.
და თუ აი ასე გააკეთებს ადამიანი ნებისმიერ საქმეს, აუცილებლად ის საქმე მოიტანს ფულს, მოიტანს შემოსავალს, ის საქმე განვითარდება, მერე შეიძლება სხვა საქმეში გადაიზარდოს და ასე რაღაცა გზას გადის ადამიანი და ეს ყველაფერი როცა მადლიერებით კეთდება, როცა მადლიერი ხარ შენი თავის, სხვა ადამიანების, სამყაროსი, ღმერთის, თუ არ არის მორწმუნე ადამიანი, შეიძლება სამყაროს გადაუხადოს მადლობა. პირველ რიგში საკუთარ თავს, რომ აი რასაც აკეთებს სიყვარულით, სიხარულით, შინაგანი ბედნიერების განცდით. და აუცილებლად ეს თავისთავად მოიტანს შემოსავალს, უფრო გაიზრდება ეს შემოსავალი და ნელ-ნელა მერე მიდის ადამიანი და თავის მისიასაც პოულობს ამ ქვეყანაზე ტურისთვის გაჩნდა. იმიტომ რომ აი ეს გრძნობები, როგორიც არის სიხარული, სიყვარული, მადლიერების გრძნობა, ეს არის მაღალი ვიბრაციის გრძნობები. და დაბალი ვიბრაციის გრძნობებში თუ ადამიანი როგორიც არის ვთქვათ შური, რაღაცა შურის ძიების გრძნობა, ბოღმა, ზიზღი, წინააღმდეგობა მუდმივი, უკმაყოფილება მუდმივი, შინაგანი თუ ასეთი მდგომარეობა აქვს ადამიანს, ის არც იზიდა, ვერც მოიზიდავს ფულს, იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის როდესაც აი ამ მაღალი ვიბრაციის გრძნობებში ვართ ჩვენ თავისთავად ხვდებით ნაკადში, სადაც ყველაფერი თავისით ხდება. მთელი სამყარო მერე უკვე ჩვენზე მუშაობს. აი ხდება ის მოვლენები, რაც იმ წუთას გვჭირდება, ჩნდებიან ის ადამიანები, ვინც ზუსტად იმ მომენტში იყო საჭირო, რომ გამოჩენილიყო ჩვენ ცხოვრებაში. აი დროც კი ჩვენზე მუშაობს. მაგრამ ამ ნაკადში ვერ მოხდება ადამიანი, რომელიც არის აი ისეთ გრძნობებში, ემოციებში, რომელსაც ვეძახით აი დაბალი ვიბრაციის გრძნობებს, ხო? სადაც არის შური, ზიზღი, წყენა, უპატიებლობა, წინააღმდეგობა, უკმაყოფილება, ხო? და რა თქმა უნდა, თუ ამ გრძნობებში ადამიანი ის ვერც მოიზიდავს ფულს, გამორიცხულია. აი კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ცნობილი ფრაზაა, რომ ბედნიერი ადამიანი იზიდავს ფულს, ფულს უყვარს ბედნიერი ადამიანები. და სინამდვილეში ბედნიერება არ განისაზღვრება და სიმდიდრე არ განისაზღვრება ფულის რაოდენობით. სიმდიდრე ეს არის შინაგანი ბედნიერების, სიმშვიდის, ჰარმონიის შეგრძნება. გავაგრძელოთ ახლა მინდა რომ აი ფულის შესახებ ვისაუბროთ, რა კანონები აქვს. გამოყოფილია აი რაღაც ესეთი ძალიან საინტერესო კანონები და მინდა რომ პირდაპირ წავიკითხოთ. ხო, კიდე აი რისი თქმა მინდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ფულთან ურთიერთობაში ადამიანი ყოველთვის დაეკონტაქტოს თავის ღირსების გრძნობას. ღირსების გრძნობა ყოველთვის გვეტყვის როგორი ნაბიჯი გადავდგათ, საით წავიდეთ და ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ადამიანს კონდეს შეგრძნება იმისა, რომ მე რო რაღაცას ვაკეთებ, მე კი არ ხვდები ბედნიერი. ანუ აი რაღაცას რო ვიყიდი, ან მოვიპოვებ, ან მანქანას, ან სახლს, ან აგარაკს, ან რაღაცას ასე შემდეგ, ან რაღაც ქონებას თუ განათლებას და მე გავხდები ბედნიერი. არა. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა იცოდეს, რომ მე უკვე ბედნიერი ვარ და იმიტომ ვაკეთებ. აი ეს გადამწყვეტია. ეს შეგრძნება. და სამყაროში ამ დროს ასხივებს ადამიანი ნდობას, ის ენდობა სამყაროს. ამ დროს ადამიანმა იცის, რომ სამყარო მისთვის გადაშლილი წიგნია, სადაც ყველა რესურსია მისთვის. ამ დროს იცის ადამიანმა, რომ სამყარო მის მიმართ მეგობრული და კეთილგანწყობილია. არ არის მტრული გარემო, სადაც აუცილებლად უნდა იბრძოლო და გადარჩე და იტანჯო. არა, ყველა რესურსია, სამყარო ძალიან გულუხვია ჩვენს მიმართ და ყველას თავისი ადგილი აქვს სამყაროში. საერთოდ პრინციპში თუ ადამიანმა იპოვა თავისი თავი, აი შინაგანი სიმშვიდე, ხედავს თავის მიზნებს მკვეთრად და ხედავს იმ შედეგებს, რასაც მოუტანს ეს მიზნები. ყველას ადგილია სამყაროში. და არ არსებობს, რომ რაღაცა დააკლდეს. ანუ ყველა ადამიანის სამყოფი არის ყველაფერი სამყაროში.
უბრალოდ ჩვენ თვითონ შთავაგონებთ ჩვენ თავს, რაღაცა ეს რაც ვისაუბრეთ, შემზღუდველ აზრებს და კიდე გვექნება ამაზე საუბარი და ჩვენ თვითონ ვკეტავთ ამ გზებს, რომ აი სიხარულით წავიდეთ ჩვენი მიზნებისკენ და დავინახოთ ჩვენი მიზნები, მომავალში დავინახოთ ჩვენი თავი ბედნიერი, გაღიმებული, ღიმილის ენერგია ძალიან მნიშვნელოვანი კიდე. პირველ რიგში ჩვენ თავს გავუღიმოთ სამყაროს სხვა ადამიანებს, გავიხსნათ სამყაროს მიმართ და წარმოუდგენელია თუ ესეთი შინაგანი მდგომარეობა აქვს ადამიანს, რომ იმას არ კონდეს ფული, ის იყოს ღარიბი, მან სულ არ გაზარდოს შემოსავალი და არ განვითარდეს. თავარი არის აი ეს სწორი ფიქრების, სწორი შინაგანი მდგომარეობა. ხა მინდა წავიკითხო არსებობს ესეთი ფულის კანონები. პირველი კანონი ესე ჟღერს. ფული გექნება იმდენი, რამდენსაც შეძლებ რომ გაიჩერო. მეორე. სამყარო სხვის ხარჯზე ცხოვრების უფლებას არ მოგცემს. ყოველ შემთხვევაში დიდხანს არ მოგცემს. შეიძლება ეს რაღაცა პერიოდი გაგრძელდეს, მაგრამ თვითონ სამყაროში არის ესეთი კანონები, რომ დიდხანს ამის უფლებას თვითონ სამყარო არ აძლევს ადამიანს. აი, როდესაც მაგალითად შვილი მთლიანად მშობლის ხარჯზე ცხოვრობს, აუცილებლად იმ მშობლელს ან რაღაც ავადმყოფობები დაეწყება, ან ეს შვილი გაკოტრდება და რაღაც ისეთი მოხდება, რომ აი ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ ეს სამყაროს კანონს ეწინააღმდეგება, სხვის ხარჯზე ცხოვრება. მესამე, სანამ ჩვენ გვახსოვს ჩვენი მევალეები, მანამ ჩვენ გვეკეტება ფულთან მისასვლელი კარი. სანამ ჩვენ ვართ ნაწყენი, გვაქვს პრეტენზიები, რატო არ გვებრუნებენ ამ ვალს. აქ არის ერთი ძალიან კარგი ესეთი რჩევა, რომ იმდენი ასესხე ადამიანს, რომ რამდენის ჩუქებაც შეგიძლიაო. ხოშენინებით ასესხე და მერე აი ეს წყენა და ძალიან აზიანებს ადამიანს და თუ მოახერხა ადამიანმა საერთოდ დაივიწყა მევალეები და არა თუ დაივიწყა, თუ მევალემ თქვათ თხოვა რომ აი ვერაფრით ვერ გიბრუნებ ამ ვალს და ადამიანმა მოახერხა და უთხრა რომ მე შენ გჩუქნი ამას. სამყარო ორმაგად უბრუნებს მერე იმ თანხას აი რაღაცა გზებით. ეს ცნობილი ფაქტია. უბრალოდ ეს ცოტა რთული გასაკეთებელია, მაგრამ ნამდვილად ესეა, ჩემი გამოცდილებიდანაც ვამბობ, რომ ნამდვილად ესეა და ძალიან ვკეტავთ ჩვენ თვითონ აი ამ კარებს, რომელმაც უნდა გაგვიყვანოს უფრო მეტ შემოსავალზე, როცა სულ გვახსოვს ეს ჩვენი მევალე და გაბრაზებული ვართ, ნაწყენი ვართ, აი პირდაპირ გვართმევს ეს ენერგიას. ამიტომ აქაც სწორი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. მეოთხე, ფული იმდენი გვაქვს, რამდენიც საჭიროა მოცემული მომენტისთვის. სამყარო ძალიან გულუხვია ყველას მიმართ. მეხუთე კანონი. მხოლოდ ბედნიერი ადამიანი იზიდავს ფულს, ფულს უყვარს ბედნიერი ადამიანები. აი მაგალითად, თუ თქვენ ყიდულობთ რაიმე ნივთს, იმიტომ რომ ეს მეზობელს აქვს. ის ფული ჩათვალეთ, რომ დაკარგულია. მაგრამ თუ ყიდულობთ რაიმე ნივთს, იმიტომ რომ ძალიან მოგწონთ, ეს თქვენი სურვილია. ეს ნივთი თქვენ გაგაბედნიერებთ. მაშინ ეს თანხა ორმაგად დაგიბრუნებდებათ უკან. ესეც სამყაროს კანონია. და კიდე მეტ და როდესაც ნახეთ, როდესაც ადამიანი ზრუნავს საკუთარ თავზე, უყვარს საკუთარი თავი, პატივსცემს საკუთარ თავს, მუდმივად კონტაქტშია საკუთარი ღირსების გრძნობასთან, ხედავს თავის მიზნებს, ნელ-ნელა რაღაც გზას გადის, რომ თავის მისიას მიაღწიოს, ამოიცნოს რა ფუნქცია აქვს დედამიწაზე. აუცილებლად მისი შემოსავლები გაიზრდება და ის პირდაპირ მოიზიდავს ფულს. აი ესეთი სწორი დამოკიდებულებით. მეექვსე კანონი. თუ შენ თავზე ხარჯავ, სამყარო მოგცემს ორჯერ მეტს და თუ სულ სხვაზე ხარჯავ, დაკარგავ ორჯერ მეტს. მეშვიდე, ცენტრირების კანონი.
ეს არის კონცენტრაცია რაღაც თემაზე, როცა აი თქვა რაღაცა გინდა რომ იყიდო. თქვა მანქანა გინდა რომ იყიდო. აუცილებელია რომ კონცენტრაცია მოახდინოს ადამიანმა ამ თემაზე. დაფიქრდეს ზუსტად როგორი მანქანა უნდა, რა ფერია ეს მანქანა, როგორია. ამ მანქანის საყიდლად დახმარება ჭირდება, რომ ვიღაცა დაეხმაროს თუ მთლიანად თვითონ შეძლებს ამის ყიდვას. რაში გამოადგება, რას მოუტანს, რა შედეგებს, რა ეფექტებს მოუტანს მის ცხოვრებაში, ხო რა შედეგს დადებს ეს მანქანა, რითი გაიუმჯობესებს ცხოვრებას. და აუცილებლად საჭიროა ვიზუალიზაცია. ჯერჯერობით კარგია თუ ფოტოც აქვს ამ მანქანის და ხედავს ხოლმე ამ ფოტოს და ძალიან კაია ვიზუალიზაცია, რომ წარმოიდგინოს ადამიანმა, რომ უკვე იყიდა, ნუ არ აქვს მნიშვნელობა მანქანა არის თუ სხვა რამე, რომ ეს შესრულდა უკვე, თქვა თუ მანქანა იყიდა, უკვე ზის მანქანაში და გაღიმებული ბედნიერი მართავს უკვე ამ მანქანას. ჩვენს არაცნობიერს სჭირდება რომ ემოციაც დაინახოს. ჩვენი არაცნობიერი აზროვნებს ფერადი სურათებით. ფერადი მოძრავი სურათები უნდა იყოს. არ უნდა იყოს ბუნდოვანი, შავ-თეთრი და ფოტო. უნდა იყოს ფილმი, ფერადი ფილმი, მოძრავი. და აუცილებლად როდესაც ჩვენ წარმოვიდგენთ ამ სურათებს და იმ ჩვენს წარმოსახვაში, ჩვენ ვიღიმებით და ისევ მართავთ ამ მანქანას უკვე ემოციით არაცნობიერი ხდება, რომ ეს ჩვენ გვინდა და რთავს мотивაციას, რომ მივახციოთ ამ მიზანს, ამიტომ ეს ვიზუალიზაციაც აუცილებელია. ვიზუალიზაციის დროს რეალური სურათი უნდა წარმოვიდგინოთ, აი რეალურ ქუჩაში, სადაც ცხოვრობთ, თქვათ, იმ ქუჩაში რომ მივდივართ, სადღაც ღრუბლებში კი არ ყავს ეს მანქანა და რაღაც არარეალურ. აი ყოფილი უნდა იყოს რეალური იმ წარმოსახვაში, უნდა იყოს ფერადი ეს სურათი, მოძრავი, კაშკაშა, ნათელი და ემოცია უნდა ჩანდეს და ამ დროს ირთვება мотивация არაცნობიერში და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მშვიდად აღწევს ამ მიზნებს ადამიანი და დიდად ნებისყოფის დაძაბულაც არ ჭირდება, იმიტომ რომ мотивациაა მთავარი, როცა мотивация ირთვება, თავისთავად მშვიდად ამ მიზანს აღწევს ადამიანი. ეს იყო ცენტრირების კანონი. მერვე სიუხვე და კეთილდღეობა იქმნება ისევ სიუხვით და კეთილდღეობით. ფული იზიდავს ფულს. აუცილებელია და აქ ეს სამი რამეა გამოყოფილი და მინდა ესეც ჩამოვთვალოთ, რომ რა სამი რამ ნახეთ. პირველი, რომ გულუხვობა, რომ არ გენანებოდეს ფული, შეგეძლოს. მეორე, ეს არის ჩუქება, რომ შეგეძლოს ჩუქება. ჩუქებაში არ იგულისხმება უცბად ფულის ჩუქება. შეიძლება რაღაცა მოაგროვო და საჩუქარი უყიდო რაღაცას და იმ ფულით მერე საჩუქარი იყიდო და გააჩუქო და გაუყო ვიღაცას. აი ეს აუცილებელია, აი სიუხვეში ეს იგულისხმება, რომ აი ეს უნარები ადამიანს უნდა ქონდეს, გულუხვობა, გაჩუქება, გაყოფა. მეცხრე კანონი, ფული უნდა გაუშვა, ფულს აუცილებლად ჭირდება სივრცე, იმიტომ რომ და იდინოს მოძრაობაში იყოს, ნაკადში იყოს. აი მაგალითად მიეცი შენ თავს დახარჯვის უფლება. ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მე ვერ ვაძლევ უფლებას ჩემ თავს, რომ ფული დავხარჯო. განსაკუთრებით ჩემ თავზე. აუცილებელია, რომ მიეჩვიოს ამას ადამიანი, რომ თავის თავზეც დახარჯოს და მისცეს სივრცე ფულს. ზოგჯერ არის, რომ აი ესეც მინდა ვთქვა, რომ თქვათ მოგყარეს ფული, ან რაღაც მოგყარეს ძვირფასი, ხო? ამ დროს არის ესეთი გამოთქმა, შეიძლება გაგიქიათ, რომ კარგია, რომ წაიღეს ეს ჩემგან ფულით და არა ჯანმრთელობით. თითქოს რაღაცნაირად აი გამოსყიდვაა და თუ ასე შეხედავთ, მაშინ იგივე იმ მოპარულს თუ დაკარგულს აღარ დამძიმდებით ამ თემით. ძალიან კარგია ეს ხალხშიც არის გავრცელებული, რომ კარგია, რომ აი ესეთი გამოთქმა, რომ აი კარგია, რომ ფულით და არა ჯანმრთელობით გადავიხადე რაღაცა, ხო? როცა კარგავან რაღაც ხდება ესეთი. თითქოს ამითი გამოისყიდე და უკვე პოზიტიური ღუზა ედება ამ თემას. შეგიძლია რომ პოზიტიურად შეხედო და აღარ მძიმდები, აღარ გაკარგიებს ეს ენერგიას. და ამ დროს მართლა საოცრებები ხდება, როცა ცვლის ადამიანი და ესე
პოზიტიურად უყურებს მოვლენებს, საოცრებები ხდება სამყაროში, ისეთი რომ ვერც წარმოვიდგენთ. ამიტომ შეიძლება რომ ამას ვენდოთ. ეხლა მინდა რომ ჩამოვთვალოთ ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლიან ფულის დინებას, მოძრაობას სივრცეში. ანუ, როდესაც ფული არ არის თავისუფალი, რა ფაქტორები ქმნის ამას? როდესაც ეს დინება იკეტება. პირველი, ძალიან მნიშვნელოვანია ესეც და ჩემ თავზეც გამომიცდია და ცნობილია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სახლიდან ძველი რაღაც ნივთების, ხლამის გატანა. შეიძლება ისეთი ნივთებია ზოგი, რომ უნდა გადაყარო, შეიძლება ზოგი ისეთია, რომ სხვას დაჭირდეს და სხვას მისცე და ძალიან მადლობელიც იყოს, მაგრამ ეს აუცილებელია, რომ სახლიდან გავიტანოთ ნივთები, რომელიც წლების მანძილზე დევს, ვერ ვიყენებთ. აბსოლუტურად ჩვენთვის უკვე გამოუსადეგარია, მაგრამ მაინც დევს და რაღაცნაირად ეს ჩახლამულია, აუცილებელია ამის გატანა, ან გაჩუქება. და ძალიან დიდი ენერგია თავისუფლდებაახლისთვის, ახალი ადგილი ჩნდება და თავისუფლდება ახალი ენერგია, ახალი ფულისთვის. ეს ტრადიციებიც ხო არის ხალხში, რომ აი აღდგომის წინ საფუძვლიანად ალაგებენ ხოლმე სახლს და ბევრ ამას გააჩუქებენ, ან საახალწლოდ საფუძვლიანად ლაგდება მთელი სახლი და მეც გამიკეთები ესე, რომ ტანსაცმელიც, ფეხსაცმელიც გამიჩუქებია, ისაც ჭირდება. ეს ძალიან კაი ტრადიციებია. მეორე, ეს არის, ნახეთ, უძრავი ფულიც აფერხებს ფულის დინებას. არის ესეთი გამოთქმა, რომ ვაგროვებ შავი დღისთვის. მე მინდა გირჩიოთ, რომ საერთოდ დავიწყოთ ეს გამოთქმა, ვაგროვებ შავი დღისთვის. იმიტომ ეს არის ძალიან ცუდი შთაგონება. ძალიან ცუდად ვაგიპნოზებთ ჩვენ თავს ამ დროს. თითქოს ველოდებით ამ შავ დღეს და ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს ეს. ანუ აი ცნობილი ლიტერატურიდან გახსენდებათ ალბათ პერსონაჟი მეჯღანოაშვილი, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანოაშვილი, რომელიც ვაგროვებდა და სიღარიბეში და სიღატაკეში ყავდა თავის ცოლ-შვილი და არასდროს არ ხარჯავდა. ეს არაფრით არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ფულის დაგროვება აუცილებელია, როცა რაღაცა კონკრეტულისთვის აგროვებ, ეს აუცილებელია, მაგრამ აქ არის ლაპარაკი ისეთ დაგროვებაზე, რომელიც არ იხარჯება და აი რაღაცა გაუგებარი შავი დღისთვის გროვდება. ამ დროს ძალიან ცუდ შთაგონებას ვაძლევთ ჩვენ თავს და პირდაპირ ველოდებით სამყაროდან მე ამ შავ დღეს და მე არაცნობიერს გონია, რომ ის ჩვენ გვინდა და შეიძლება რაღაცა სიტუაცია შექმნას ადამიანმა აი ამ არასწორი შთაგონებით. რა თქმა უნდა, ფულის შეგროვება შეგვიძლია იგივე დასვენებისთვის, საჩუქრებისთვის, რაღაცა უძრავი ქონების შეძენისთვის, ქართობისთვის, სწავლისთვის. ეს აუცილებელია, რა თქმა უნდა, ეს ყველა ადამიანს სჭირდება. და თუ თქვათ რაღაცა ესეთი რჩევაც არსებობს, რომ თუ ბევრი დიდი თანხა გაქვს შესაგროვებელიო და ამას რაღაც დრო დაჭირდებაო, იქაც იმ თანხაშიც აი ძველი კუპიურები აიღე და ახალი დადეო, რომ აი მაინც იყოს მოძრაობა ფულის და დინება, რომელიც აუცილებელია. ასევე აუცილებელია, რომ პატივი ვცეთ ფულს. და უდიერად არ მოვექცეთ, არ დავჭმუჭნოთ, თქვათ კაპიკიანები არ გადავყაროთ, ისიც ფულია, ხო? ხურდა ცალკე შევინახოთ, აი ეს ქაღალდის ფული ცალკე რო არ გაიხეს, თქვათ, ხო? არ ჩავკუჭოთ სადღაც. ესეც არის პატივისცემა. ესეც აუცილებელია, გამოხატავს ჩვენს დამოკიდებულებას ფულის მიმართ. აი სიძუნწეზეც შეიძლება ვთქვათ, რომ სიძუნწე რა არის? ეს არის ავადმყოფური, სურვილი ფულის არ გაშვების, ფულის შეკავების. რაც პირდაპირ აი ფულის ბუნების საწინააღმდეგოა, ფულმა უნდა იდინოს, ნაკაჩი უნდა იყოს, უნდა იმოძრაოს. არსებობს კიდე ესეთი მესამე ღია კარების კანონი. ეს კი ჩვენ ახლა საუბრობთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უშლიან ფულის დინებას და მოძრაობას. რას ნიშნავს ახლა ღია კარების კანონი?
უნდა იცოდეს ადამიანმა როგორც გაცემა, ასევე მიღება. უფრო მეტად ადამიანებს გამოზდით და უხარიათ და მოსწონთ გაცემა და უფრო უჭერთ მიღება, როგორც წესი. საქართველოშიც ვთქვათ, საკმაოდ მაღალ დონეზეა ეს პრობლემა, რომ აი გვიჭერს მიღება. და რაც თავარია, მადლიერებით. გავცემ მადლიერებით, ვიღებ მადლიერებით. და მიღებაც მადლია, ეს უნდა იცოდეს ადამიანმა. არა მარტო გაცემა, ზოგს გონია, რომ აი გაცემაა მარტო მადლი და ესე ნამდვილად არ არის. ვიღებ ასევე მადლიერებით. მიღებაც მადლია. ესეც უნდა არია და ესეც მადლია. როგორ უნდა ვმართოთ და მოვიხმაროთ ფული? ამასაც თავისი წესები აქვს, ფულის მართვას და მოხმარებას. არის ესეთი სხვა შორის ხალხური სიბრძნე დავარქვა თუ გამონათქვა, მე არ ვიცი რა დავარქვა ამას, რომ ადამიანი როდესაც აიღებს ფულს ან ხელფას, ამ ფულმა ერთი ღამე უნდა გაატაროს სახლში და მერე უნდა განაწილდეს და იხარჯოს თუ ნაწილი გადაინახოს თუ ასე შემდეგ. და სხვა შორის მე ვთვლი, რომ ეს ძალიან დიდი სიბრძნეა, აი თუნდაც რომ ახსენდება ჩემი კლიენტები, ვისაც პრობლემა ჰქონდათ თამაშის, აზარტული თამაშების, ხო, აი ძალიან ბევრს უთქვამს ესეთი რაღაც, რომ აი ხელფას რო ავიღებდი, აი რომ მომეხერხებია და სახლამდე მიმეტანა, აღარ ვითამაშებდი, მაგრამ აი გზაში თუ შევიდოდი კაზინოში ან ტოტალიზატორი თუ ასე შემდეგ, მთლიანად იხარჯებოდა. ანუ ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ ეს მაგალითი გამახსენდა. რომ შვიდად მერე გაანაწილოს, მოიფიქროს რა როგორ. აქაც გარკვეული წესების დაცვა აუცილებელია, რომ აი როგორი წესებია, ნახეთ, რაც არ უნდა მცირე შემოსავალი კონდეს ადამიანს. რაც არ უნდა მცირე, აი სულ მინიმალური შემოსავალიც თუ აქვს, აუცილებელია 10% გადადოს დასაგროვებლად, რომ საჭირო დროს დახარჯოს ან რაღაც საქმისთვის, ან რაღაც ქონებისთვის, ან სწავლისთვის, ან რაღაც ნივთის შესაძენად, რომელიც იმ წუთას ძალიან საჭიროა და განავითარებს მის ცხოვრებას. ანუ ყოველთვის 10% უნდა გადაიდოს, რომ მერე საჭირო დროს დაიხარჯოს. ასევე უნდა გადაიდოს 10% ინოვაციებისთვის და თუ ვალი გაქვს ვიღაცისთვის, ის ვალი უნდა დაიფაროს იმ 10%-ით. და ასევე 10% ცალკე უნდა გადაიდოს ქველმოქმედებისთვის. ნუ გახსოვთ ალბათ ბიბლიიდან ეს მეათედი შემოსავლის რო იყო წესი კანონი, რო ღმერთისთვის იწირებოდა. მაგრამ ნახეთ, ეს არ ნიშნავს ქველმოქმედება არ ნიშნავს, რომ თქვათ წავიდე და მარტო ეკლესიას შევწირო ან მათხოვარს. აქ იგულისხმება ნებისმიერი დახმარება, რომელსაც სხვა ადამიანს ეხმარები. თქვათ ახლობელს თუ რაღაცას მატერიალურად დაეხმარები თუ რაღაცა თქვათ საჩუქარს უკეთებ ახლობელს, ეს ყველაფერი აქ შედის, ანუ ქველმოქმედებაში. და კიდევ თქვა, აი ესეთი არსებობს სიტყვები, ფრაზები, რომელიც აფრთხობენ პირდაპირ ფულს, აი პირდაპირ ესეთი გამონათქვამი არსებობს, რომ ნუ იტყვით ამ სიტყვებს და ამ ფრაზებს, რომ არ დააფრთხოთ ფული და ის დინება მოძრაობა თქვენსკენ ფულის არ გააჩეროთ. ფული ბოროტებაა. ვიყიდო იაფად. ეს მდიდრებისთვის არის. ზოგს ყველაფერი, სხვებს არაფერი. ცხოვრება უსამართლოა. არავინმე არ დამეხმარება. ფული ძნელად ეძლევა ადამიანს წვალებით. სიმდიდრე საშიშია. უნდა მოითმინო, ქამარი მოიჭირო. დიდრები ჩვენ გვძარცვავენ. ჩემთან ფული არ ჩერდება. ფულს არ შეუძლია ამის გაკეთება. ფული მიმდის, როგორც წყალი ქვიშაში. მართლა წავა, თუ ესე იფიქრებს ადამიანი, მართლა წავა როგორც წყალი ქვიშაში, იმიტომ რომ ამ შთაგონებას აძლევს თავის თავს.
ახლა წავიკითხოთ სიტყვები, რომლებიც პირიქით ჩვენსკენ მოიზიდავენ ფულს და კარგ შთაგონებას ვაძლევთ ამ სიტყვებით და ამ ფრაზებით საკუთარ თავს. მე შემიძლია ჩემს თავს ამისი უფლება მივცე. ყველაფერი ჩემს ხელშია. ფინანსური თავისუფლება. ფული ჩემზე მუშაობს. ფული მოძრაობაშია. ვაკეთოთ ფული, გამოვიმუშაოთ. ფული აქტევს ჩემს ფეხებთან. ფული ჩნდება ჰაერიდან. ეს მომგებიანი საქმეა. ფული მალე ბრუნდება. ფულს მე ვუყვარვარ. ფული ფულთან. და კიდე ერთხელ გავიმეოროთ, რომ სიმდიდრის მდგომარეობა ეს არ არის ფულის რაოდენობა. ეს არის შინაგანი შეგრძნება ბედნიერების და ბედნიერი იზიდავს ფულს. ახლა შევეხოთ კიდე იმ თემებს, თუ რატო არ მოდის ფული ადამიანთან. ამასაც გამოყოფილი აქაც ესეთი სამი მიზეზი და სამივეს მინდა რომ შევეხო, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი, დააკვირდით თქვენს გარემოს. თქვენს გარშემო ადამიანებს. ძალიან არის დამოკიდებული თქვენი ფულის რაოდენობა, თქვენი შემოსავლის რაოდენობა იმ ადამიანებზე, ვისთანაც თქვენ უფრო ხშირად ტრიალებთ. ცნობილი ფაქტია, რომ ურჩევენ წარმატების ფსიქოლოგიაში, რომ თუ გინდა იყო წარმატებული, უფრო იურთიერთე წარმატებულ ადამიანებთან. იგივეა ზუსტად ფულთან დაკავშირებითაც. აი ესეთი ისიც არსებობს სავარჯიშო და შეგიძლიათ თქვენც გააკეთოთ. შეგიძლიათ ჩამოწეროთ 5 ნაცნობი ახლობელი თუ მეგობარი თუ ადამიანი, რომელთანაც დიდ დროს ატარებთ და თითოეული შემოსავალი ჩამოწეროთ, შეაჯამოთ ეს შემოსავალი. გაყოთ 5-ზე და ამბობენ, რომ დაახლოებით ეს იქნება თქვენი შემოსავალიც. ასე რომ ფულთან მიმართებაშიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გარემოცვა, გარემო. დააკვირდით მუდმივად ვინ არის თქვენს გარშემო. კიდე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ არავითარ შემთხვევაში ფული არ უნდა იყოს ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე მოპოვებული. ეს ყოველად დაუშვებელია. ასეთ ფულს ვერც მოიხმარს ადამიანი სწორად, როცა ის მისი ჯანმრთელობის ხარჯზე მოიპოვა და თუ სწორი შინაგანი მდგომარეობა გვაქვს, ფულს მოვიპოვებთ სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერების განცდით, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, თითქოს ნაკადში ხარ, მშვიდად, მოდუნებულად, ოღონდ ფხიზლად. და არანაირი დაძაბულობა პროცესში არ უნდა იყოს. თუ ადამიანი დაძაბულია, ის უკვე გადადის მისთვის არაბუნებრივ მდგომარეობაში. და თუ ხარ არაბუნებრივ მდგომარეობაში, შენი ცხოვრების ხარისხი უკვე ძალიან დაბალია. ანუ ჯანმრთელობის ხარჯზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვიპოვოთ ფული. მეორე, ეს არის ესეთი კანონი. ფულის შენსკენ ესე იგი მოდინებას, მოძრაობას აფერხებს მოქმედების შიში. ეს ძალიან ბევრ ადამიანს აქვს. ფსიქოთერაპიის პროცესში ძალიან ბევრი ამბობს ამას პირდაპირ, რომ აი შიში მაქვს, რომ დავიწყო მოქმედება. ანუ ნახეთ, ადამიანს უჭირს პასუხისგებლობა აიღოს რაღაც საქმეზე და დაიწყოს ქმედება. ურჩევნია აი ამ ქმედების ნაცვლად იწყებს განცდებს. გადადის პირდაპირ ემოციებში, განცდებში, ვერ იღებს პასუხისგებლობას იმაზე, რომ დაიწყოს ქმედება და იწყებს განცდებს, ამბობს შეუძლებ, გამომივა, ღირს ეხლა რო გავრისკო, მინდა ეს თუ არ მინდა, გამომივა ამ დროში თუ არ გამომივა, ძალიან დიდი კონკურენცია, შეუძლებ მე ამას, რო გავკონტრდე, რო დავკარგო ყველაფერი და ასე შემდეგ, ხო, ძალიან ბევრი მიზეზია, ამ მიზეზებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს შეიძლება იყოს ბავშვობიდან, შეიძლება იყოს რაღაცა სტრესისგან ზოგადება, ხო? და სიმდიდრეც და სიღარიბეც ნამდვილად ჩვენს თავშია და ჩვენ თუ მიივცემთ უფლებას ჩვენ თავს აი ამ მოქმედების და ვიტყვით რომ
აი ის კონკრეტული აზრი რაც გვაქვს შევცვლით რომ გამომივა შევძლებ ყველა უნარი მაქვს იმისათვის რომ გავაუმჯობესო ჩემი ცხოვრება მივახციო მიზნებს და ასე შემდეგ უკვე მე იოლად გადადის ადამიანი ქმედებაში ასეულს ესეთი გამოთქმაც მანეთი კაპიკებისგან შედგება და კაპიკი მანეთს ინახავს ძალიან კაი გამოთქმებია კიდე მე გადავხედე რახან ეს თემა ავირჩიე სასაუბროდ გადავხედე ანდაზებს და რამდენიმე ამოვწერე ძალიან საინტერესო ანდაზა ქართული, არაბული და სომხური. ესეთი არაბული ანდაზა ფულს ფულით გადაარჩენ, ქართული ანდაზა ფული ფულთან მოდის, ასევე კიდე ქართული ანდაზა თამთქვა ფულის მეშინია დამანგრევსო ესეთი კიდე მომეწონა სომხური ანდაზა, ვინც მამის ფულით დაქორწინდა, იმან ცოლის ფასი არ იცისო. კიდე იყო ესეთი ანდაზა, სუბუქი ქისა წყევლაო. აი თვითონ ეს ანდაზებში ძალიან დიდი სიბრძნეა ჩადებული. და ბოლოს მესამე ესეთი რატომ არ მოდის ჩვენთან ფული? ვერ ხედავ მომავალს. აი როცა მომავალს ვერ ხედავს ადამიანი მიზნებს საერთოდ მომავალში ვერ ხედავს ეს აუცილებლად შეაფერხებს ფულის მასთან მოსვლას აუცილებელია რომ აი ეს მომავალში ინვესტიციების ჩადება ეს აუცილებლად თუნდაც აი ბავშვი რო იბადება ნელ-ნელა იწყებენ მისი განათლებისთვის ფულის გროვებას ფაქტურად ხედავენ მომავალს და მომავალში დებენ ხო არა მარტო ბავშვზე ნებისმიერ დროს ყველა ადამიანს უნდა კონდეს მომავლის ხედვა, თავის მიზნების ხედვა და არა მარტო ხედვა, უკვე უნდა ხედავდეს როგორ შესრულდა ეს მიზნები, რა გზა გაიარა, როგორ მოვიდა ამ მიზნამდე და ეხლა როცა უკვე შესრულდა ეს მიზანი, რას გრძნობს, როგორი ბედნიერია, რა მისცა ამან და მუდმივად სწრაფვა განვითარებისკენ მიღწევის სტრატეგია მუდმივად ჩვენ თავს დაუხსვათ კითხვა, როგორ შეიძლება რომ ვიცხოვრო უკეთესად, რა გავაუმჯობესო, რა ახალი უნარი შევიძინო. ფსიქოთერაპიაში არის უამრავი მეთოდი, რომელიც ეხმარება ადამიანს ახალი ქცევის, ახალი უნარის გამომუშავებაში, ეხმარება ბავშვობის ტრავმების დაძლევაში და პერეპროგრამირებაში. ამიტომ გამოსავალი ყოველთვის არის, არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია. ყოველთვის შეუძლია ადამიანს სწორი შინაგანი მდგომარეობით, ბედნიერების, სიყვარულის, მადლიერების განცდით, უფრო მეტი შემოსავალი ქონდეს, იყოს უფრო ბედნიერი და გააბედნიეროს სამყაროც და სამყაროში ყველასთვის არის ყველაფერი სამყოფი, სამყარო ძალიან ბარაქიანია, ძალიან გულუხვი, მეგობრული და კეთილგანწყობილია ჩვენს მიმართ. თავარია ჩვენი ფიქრები ჩვენი აზრები გავაჯანსაღოთ და სწორი შთაგონება მივცეთ ჩვენს თავს. აი დაახლოებით ამ დროში რაც შევძელი ეს მინდოდა მეთქვა. გისურვებთ წარმატებულ ბედნიერ გულუხ და დიდარ ცხოვრებას და მე კიდე მინდა ვთქვა რომ ნამდვილი სიმდიდრე ალბათ ის არის როცა ადამიანი ჯანმრთელია, ყავს ოჯახი, აქვს სახლი ყოველი დღე ახარებს, ყოველ წამში მადლობელია ყველაფრისთვის, სამყაროსთვის, რაც არის ამ სამყაროში ჩვენთვის. და დანარჩენი მოდის ყველაფერი მშვიდად. ძალიან დაძაბულობის გარეშე, თითქოს ნაკადში ხარ და ყველა შეუძლია რომ ამ ნაკადში მოხვდეს.